ვესაუბრები მოსეს. სივრცეში გაიფანტა სინაზის ქროლვა. მინანქრულ სულში დაიმსხვრა გრძნობები. ნეტარებს სამყაროს უძღები შვილი და ნათელში ამყოფებს სიწმინდის მოყვარულთ. ფიქრი მოეფინა ჭეშმარიტ გონებას. ჭურჭელში აღელდა ზედაშე მოსესი. ის კვლავ დადუმდა, ზეცა შესცქეროდა ცეცხლის ენებს, როკვა არ ბეზრდებოდათ. მოსე და უდაბნო, ტანჯვა მარადისი, ნისლმოფენილი სინდისის თარეში, ზღუდე უძრავი და ხელმიუწვდომელი, ზღუდე უსრული და ფიქრით შეუცნობი. ახლა საუკუნე 21-ია, ღამის პირველ საათს წამებით მოველი. მოსე ჩემთან არის, მოსე ყველგანაა, სასწაულების წამს და წამებს ვეწაფები. იქნებ ზეცაში ვარ, ან იქნებ არსად. ბგერათა არია, სამყარომ არია. პლანეტებს ვუწოდე წმინდანთა სახელი, გალაქტიკებს კისქვნთქვებით გავყევი. მოსე ზეცად დავანებული მიღიმის და ერთად მოველით ფერფლის თოვას. უდაბნო აღარ ჰგავს იმ ძველ უდაბნოს მას რომ ახსოვდა. წახდენისაკენ მიიწევს სულის ყოველი ძაფი. მიწის შუაგულში შედედებული სისხლი ერთ დღეს ვეღარ დაიტევს თავის თავში და ამოიფრქვევა. შეიღებება ყველაფერი მეწამულ ფერად. მოსე იხსენებს სულ ყველა სიტყვას, რაც კი წარმოთქვა და იმ ათვცნებას, რომელსაც ახლა ყოველნი ვარღვევთ. ის ისევ ფიქრობს, ამაოა სულ ყველაფერი. იქნებ ზეცაში ვარ, ან იქნებ არსად. დავესაუბრები მოსეს. 2012 წლის ნოველა.